მოხდება თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები. ბოლო დღეებში სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებსა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია მთავრობაში შესაძლო გადაადგილებების შესახებ. პრესაჯი იუწყება, რომ შესაძლებელია თანამდებობის დატოვება მოუწიოს მთავარ პროკურორს. წყაროს ინფორმაციით კბილაშვილის შემცვლად მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მოიაზრება. ასევე აქტიურად განიხილება ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში პაატა ზაქარეიშვილისა და დავით სერგიენკოს თანამდებობებზე დარჩენა არ დარჩენის საკითხი. იუსტიციის მინისტრმა ლუკიანმა კი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საკუთარ თავს მოკლევადიანი მინისტრი უწოდა. რეალურად რა ცვლილებები გეგმება აღმასრულებელ ხელისუფლებაში და რასაც ხადებენ თავად მინისტრები. ლიკა ხურციძე ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. მარიამ, დასაქმების, დიასპორის, რეინტეგრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სამინისტროებისა, რომლებშიც რესტრუქტურიზაცია იგეგმება. კანონპროექტები პარლამენტში უკვე შესულია და მას შემდეგ, რაც ეს კანონპროექტები დამტკიცდება, ბუნებრივია მოხდება ყველა უწყების რესტრუქტურიზაცია. ერთი ცნობილია ის, რომ 20 მოქმედი სამინისტროდან 19 გააგრძელებს მომავალი წლიდან ფუნქციონირებას, რაც შეეხება დასაქმების სახელმწიფო მინისტრს, მისი პოსტი და მისი 20 კაციანი შემადგენლობით სამსახური სრულად უქმდება და გადადის ჯანდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაში. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს სოციალურ ფორუმებზე გაჟღერებული ვერსიები და მოსაზრებები ჯერჯერობით არც ერთ მინისტრს არ დაუდასტურებია, თუმცა ვარაუდს და ალბათობას იმის შესახებ, რომ მომავალი ახალი წლიდან მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია მოსალოდნელი, ამაზე მინისტრები ჩვენთან საუბარში ადასტურებენ. კახა საკანდელიძე ერთადერთი მინისტრია, რომელიც ადასტურებს მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრის პორტფელს, რომ აღარ ჩაიბარებს. დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი და 20 თანამშრომლი დაკომპლექტებული უწყება მომავალი წლიდან უქმდება. საკანდელიძე ამბობს, რომ მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს. მე უხელმძღვანელებ იმ დეპარტამენტს, რომელიც შეიქმნება ალბათ ესეთ სახით, რასაც გვეშოვნა და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი იქნება. სტრუქტურები შიგნით. მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე ჯერჯერობით ღიად მხოლოდ მედია საუბრობს. პრესაჯი საკუთარ წყაროზე დაყნობით წერდა, რომ ცვლილებებია მოსალოდნელი პროკურატურაში, სადაც მთავარი პროკურორის პოსტზე არჩილ კბილაშვილს ლაშა ნაცვლიშვილი ჩაანაცვლებს. არჩილ კბილაშვილი შესაძლოა პორტფელის გარეშე დარჩეს და კვლავ სექსუალური მოწიფულობის თემატიკის განხილვით დაკავდეს. პრესაჯისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის სავარძელს მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი უმიზნებს. ინფორმაცია არ დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეაძუ ლუკიანმა. არ ჩემს მაგიდაზე და არ ჩემს გონებაში ამგვარად არ გაუვლია და სხვადღან თუ გაიარა ამაზმა ვერ გეტყვი. მთავარი პროკურორისგან განსხვავებით საკუთარ თავს მოკლევადიან მინისტრს უწოდებს თეაძუ ლუკიანი. იუსტიციის მინისტრმა გადაცემა პრესში განაცხადა, რომ ის საქართველოში მხოლოდ მოკლე დროით და განსაკუთრებული მიზნით ჩამოვიდა. მე მაინც ვთვლი, რომ მე ვარ დროებით მინისტრი, მე მაინც ვთვლი, რომ მე დროებით ვარ საქართველოში და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი მიღწეულია ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ისე დამარცხება, რომ მე არ მგონია მათ პოლიტიკური მომავალი უმრავლესობაში ჰქონდეთ. სამინისტროებში მოსალოდნელი რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები გახდა ძირითადი საფუძველი, რომ კულუარებში საუბარი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე დაიწყო. დადასტურებული ინფორმაციით სტრუქტურული ცვლილებები და რეორგანიზაცია მოსალოდნელია დიასპორის და რეინტეგრაციის სამინისტროებში. ბოლო ინფორმაციით პორტფელს ინარჩუნებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. საკადრო საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. სტრუქტურულ ცვლილებებზე პერიოდულად ხდება განხილვები. ყოველ შემთხვევაში საკითხი არ იხილება იმასთან დაკავშირებით დავრჩები თუ არა და ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. მის ხვალზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე არსად გადასვლას არ ვაპირებ, მე ვრჩები იმ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ვარ. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მე ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სამინისტროებს ზოგ შეეცვალოს სახელი, ზოგი შეიძლება გაუქმდეს, ზოგი შეიძლება შეუერთდეს სხვა სამინისტროს, ამაზე არის გარკვეული საუბარი. ინფორმაცია მთავრობის ახალი გადაწყვეტილების შესახებ შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ქონდა დღეს კახა კალაძეს. ენერგეტიკის მინისტრის ცნობით ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკის უწყების პირველი პირი უხელმძღვანელებს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირველად მესმის სიმართლე გითხრა, გადაადგილებებთან დაკავშირებით. ზოგადად სამინისტროს რეორგანიზაციას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ხდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსთან. თქვენ შეიცვლით პოსტს? ვერ გეტყვით, ნამდვილად არაფრის თქმა არ შემიძლია, სადაც
საჭირო ვიქნები ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთოთ. საკადრო ცვლილებებზე ინფორმაცია არც ბუნებრივი რესურსების მინისტრს აქვს ოფიციალურად არ დასტურდება არც კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას შეცვლის ფაქტი. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს ვერ გეტყვით, არის ეს მინდოდა მე პირიქით მეკითხა რომ რაღაც საოთხმა სახელმა გაიჟღერაო და მე ვერ გეტყვით. ჩვენ ყველა შეხულების შესაძლებელია, მაგრამ მე გურამ ოდიშარიას შემდა ვთქვა რომ ეს ადამიანი თავ და მუშაობს ყოველ დღეს, იგი ერთი წამით არ გაჩერებულა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით ცნობილია, რომ მოქმედი 20 სამინისტროდან მუშაობას მომავალი წლიდან მხოლოდ 19 განაგრძობს. დანარჩენ უწყებებში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს საკანონმდებლო განხილვა სჭირდება. პროექტების პარლამენტში დამტკიცების შემდეგ კი სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტი მუშაობას განახლებული შემადგენლობით დაიწყებს. როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა, ეს ოფიციალურად არავისთვის არ არის ცნობილი, ისევე როგორც თავდაპირველად, როდესაც მინისტრები წარადგინეს და ამის შესახებ მხოლოდ მედია ვარაუდობდა, სწორედ ასეთი სიტუაცია არის ახლა. სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი უკვე მომავალი წლიდან 15 იანვრიდან წარადგენს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას. მადლობა ლიკა ხურციძე საუბრობდა მოამბის ღია ეთერში. პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, მოსახლეობის სიმპათიები ლიდერების მიმართ, პარლამენტის მუშაობის შეფასება და საკადრო გადაწყვეტილებები საზოგადოების